მაია, გამარჯობა. დილამშვიდობის. რა კარგია რომ დაგვიბრუნდი და ისევ ჩვენთან ახარ და შენი ჩვეული ფერადოვნება შემოიტანე ჩვენს გადაცემაში. მიუხედავად იმისა, რომ სულ არ გეფერადება, მაინც რა კარგია რომ ჩვენთან ხარ და ასეთი ბრდღვიალა ამბები მოგვიმზადე, გითხარი ახლა რასთან გვაქვს საქმე? ჩვენი ბებიების ისტორიასთან. ჩვენი ბებიების მშობლების პავლო პოსადის თავშლები. ვინ არის პავლო პოსადი? ეს არის რუსული წარმოება, საბჭოთა პერიოდი, მოსკოვთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქია, რომელიც სადღაც მე-18 საუკუნიდან აწარმოებს ამ შალს. ოღონდ მაშინ ეს იყო ხელით ნაბეჭდი წარმოება იყო და ძალიან საინტერესო იყო, რაც მე ვნახე, ამისი პატარა ფილმებიც არის, როგორ ბეჭდავდნენ ამ შალებს. რატო არ მაჩვენებ ეგეთ ფილმებს? მე ძალიან საინტერესო ფილმია, ეს არის ხის შტამპები, მატრიცებს ვეძახით ახლა ჩვენ ამას და 10 ფერის კეთდებოდა მაშინ. პირველი კეთდებოდა ვარდები აუცლებოდა, შემდეგ ფენა იქნებოდა ეს სხვადასხვა ორნამენტები იქნებოდა შედიოდა. ასევე არ იყო მარტო საბჭოთა პერიოდი. დიახ. ბევრი შემოდიოდა იაპონური, მაგალითად აი ეს. ნახეთ, ეს მოდელი. და იყო სამი ტიპის აუცილებლად. იყო სცენარეული, ანუ ვარდებით გაკეთებული, აღმოსავლური ტიპის, ანუ აი ეს მოდელი და შერეული ორივე ერთად. ესე იგი, ჩვენ ახლა რუსულ თავშლებზე ვლაპარაკობთ, მე ასე გავიგე. საბჭოთა პერიოდის. მე ჩემი ამბავი მაქვს ამ თავშლებთან დაკავშირებული. ყველა მიცის ჩემი ახლობლობა აჭარასთან და ხორჯუმის ხეობასთან. მეც ვიცი ეგ ისტორია. იქ ყოფილა ერთი კაცი იმ ხორჯუმის ხეობაში. ეს მოყოლით ვიცი, მე ამ კაცს არ ვიცნობდი, არც დანახი მყავს, არც არაფერი. ეს კაცი თურმე ამ ხორჯუმის ქალებისგან, ამ ჩემი ქალების უფროსი თაობისგან ყიდულობდა წინდებს, აქსოვინებდა ბევრ წინდას და მიქონდა რუსეთში. გაცვლითი ამბავი. არა, აჭრობდა. გასაყიდად მიქონდა აჭარული წინდა რუსეთის ცივ ქალაქებში სადღაც. და იქიდან ბრუნდებოდა იმავე მანქანით, რითაც წინდები წააბოჯიალა. იქიდან მოკონდა თავშლები. ამიტომ ხორჯუმის ხეობაში ყველა ქალს იმ კაცის ჩამოტანილი თავშალი აქვს. მე ყიდი და იმას აქვს, ორნაირ ბიზნესს აწარმოებდა. ჩემი თავშლები სულ ყველა, აი თელი ამ ხელა კოლექცია, აქეთ მაიკოს კოლექცია, თლიანად არის იმ ქალებისგან შეგროვებული. ერთი პერიოდი იქ ძალიან მოდაში იყო ეს თავშლები და ყველა პატარძალს, ყველა იქაურ ახალგაზრდა ქალს ჰქონდა თავშლები. შენ რასაც ლაპარაკობ, მე მგონი ეს იმ პერიოდისა. ნახე ამას შეხედე. ეს არის სასწაული. ხო და ეს გავს ხელით დაბეჭდით. აი ეს ფოჩები დღემდე ხელით იწნება. ამას ხო გადავიდა მე წარმოება უკვე. ბეჭდით ეხლა ხელით არავინ ბეჭდავს, მაგრამ აი ეს ფოჩები სულ ყველა ხელით არის. მაია, ეს მგონია რომ ხელით დაბეჭდილია, იმიტომ რომ როგორი არათანაბარია. ნახე როგორი არათანაბარია. აი ეს არის წინა მხარე მაგის. ამისი პრობლემა არის ის, რომ არ ინახება კარგად ჩრჩილი, ძალიან ერჩის. ძალიან ერჩის, იმიტომ რომ 100%-იანი შალია. და აი ეს მინდა კიდევ რომ გაჩვენოთ, ეს არის თბილისის შალი. მე ხო ვიცი ეტიკეტებს როგორ ვფრთხილდები და აი 77 წელშია ეს წარმოებული, აწერია ზეთ 1977 წელი და თბილისის მისამართიც აწერია ჩვენი თბილისის შალია. სორტ პერვი. პირველი სორტი და ეს არ არის თავშალი. ეს იკერებოდა ამითი შალის საბნები. ჩემი ხელით მაგ დაშლილი. მაია, რაღირებულა, ხედა? 33 რუბლი 50 კოპეიკი, 33 მაინც და 50 კოპეიკი. და ეს იყო საბნის პირები, ეს არ იყო თავშლები. ჩვენ ახლა კი ვიყენებთ ამას თავშლებისთვის, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო ძველი საბნის პირები. მე მინახია, კი, ძალიან. აი უკვე ჩრჩილიდან. სულ ახალია, მაგრამ ნახე ჩრჩილი რას უშვება. რა სილამაზეა, რა ბდღვიალაა. ძალიან ლამაზია და ერთიც, აი ჩემი ხელით მაქვს დაშლილი ერთი, აი ეს მოდელი. საბანზე მომძვრალი. აი ეს არის საბანზე მომძვრალი, გადავირიე რომ დავინახე და დავშალე და ნუ ეხეთ მე თავშალად ხომ ვიყენებ ესე, მაგრამ სინამდვილეში ესეც არის საბნის პირი. ფერები ნახეთ როგორია. ძირითადი ამ თავშლების ამბავი მაინც ვარდებია. ხო, აბარა, დიდი ვარდები. თავარი პერსონაჟი არის ვარდი. ნახეთ ეს თეთრი. რა კარგებია. აი ეს არის კიდე ეს მინდა რომ გაჩვენოთ ეს ორენბურგის. ესენი მაიას ამბებია. ეს ჩემი ამბებია, კი. აი ეს ორენბურგის თავშალი ნახეთ. ესეც რასია. ეგ შალისგან მოქსოვილია. ეს არის 4-ის ბეწვისგან დამზადებული. მართლა? ყველაზე თხელი შალი. გამაშლევინე ეს ნახე რა სილამაზეა. დედა. შენ არანაკლები კოლექცია ქონია, მაია. ერთი დირექტორი მყავდა ბოტანიკურ ბაღში რომ მუშაობდი და თანამშრომლებს ეუბნებოდა. იცი რას ეუბნებოდა? თანამშრომლები საყვედურობდნენ სტელაჟებიო, რაზეც მცენარეები გველაგა,
ესო ვერ ვწდებითო და ბატონო ჯიმშერ თუ შეიძლება ცოტა დაბალი გააკეთებინეთო. ერთი ასაკ ისანი იყვნენ. თანამშრომლები და ვინც ეწუწუნებოდა ამ ჩემს დირექტორს და ჯიმშერი ეუბნებოდა გოგოებო რაც არის ახლა ეს არის თქვენ რომ გახვალთ პენსიაში მე ახალგაზრდა გრძელ გოგოებს მოვიყვან თქვენს ადგილასო და მე მაიას ვეუბნები ჩვენ ერთხელები ვართ მაია შენ რომ პენსიაში გახვალ ეგენი მე დამიტოვე მე თვითონ მე უნდა დაველოდო ან დერძით რო გიტოვებ ის სად არის ის ვერ ვიპოვე ისა და ვერ ვიპოვე მე მოიცა მე ვნახე სადღაც გაქვს შეფურჩქნილი ნოტარიუსით დაგიტოვებ ხო ამაზე გიждებია ტეტა ესეც იქნებოდა ალბათ საბნის პირი ნახე როგორია ხო მაგრამ ესეც ხელით გაკეთებულს გავს მაია ეს ძალიან ძველია ეს იცით ამას აქვს თავისი მუზეუმი თქვენ რომ იცოდეთ და ისეთი ეგზემპლარებია იქ წარმოდგენილი შეიძლება გადაირიოთ ამას ჩვენც გქონია აგერ მუზეუმი და არ გწოდნია ეს არის აღმოსავლური სტილი მაია ეს არის მანები გაკეთებული ეს მართლა მინდა ანდერძით რა იგება სიკვდილამდეც მეღირსოს ეს მოვიფიქრებ ხო იცი ამას გევიკეთებ რა შეგპირდი იცი რა ძალიან გულკეთილია ეს ოხერი დედაკაცი ძალიან გულკეთილია რამე შეუძლია მოიძროს და გაჩუქოს მაგრამ ამ თავშალს არაფრით არ თმობს მოვა დრო ხო გითხარი ხო მოვიფიქრებ იძახიზა ორი წუთარი უკვე გავიდა და როდის მოიფიქრებს არ ვიცი აი ესეც იაპონია ნახეთ და ამას ეტიკეტებიც აწერია ზეთ აი იაპონია ხო? იაპონია ჩინეთით შემოდიოდა, არ იყო მარტო რუსული ამბავი აქ, ჩინეთს და იაპონიასაც შემოქონდა ესენი. მართლა? უკრაინასაც აქვს. აი, ნახეთ. იაპონია. ხო, მაგას გირკაც აქვს, მაგრამ ესენი ძალიან ლამაზებია მაია. თეთრებმა ჩვენ ესა. ესეც ხელით გაკეთებულს გავს. ეს არის ძალიან ძველია. თეთა რა ძველია ესე. რამდენიმე მაქვს ნაყიდი სხვათა შორის ნავთლუღის ბაზარში. ეს ადრე ახლა უკვე ფიზიკურად აღარ არის. ჰასმიკა და იზო და იმ ქალებისგან. აი ეს პატარები ნახე რა საყვარლებია. ნახე რა კაი. ეგ შეიძლება 40-იანი წლებიც იყოს, შეიძლება უფრო იქეთა პერიოდიც. ფილმებში რომ არის, რუსულ ფილმებში ასე რომ აქვს მოკლონჯი. აი ესეც საბნისპირია, ნახე ზურა. გახსენი, ასეთი მეც მაქვს, აქ არის. აი ესეც არის საბნისპირი, ნახე. იცი რა, ჩვენ კოლექციას თუ გავაერთიანებ, ჩვენიერი მუზეუმი გამოგვივა. გამოგვივა. იცი რა, გამოფენა გავაკეთოთ. გამოფენა გავაკეთოთ. ერთი აქ ისეთი ლამაზი, რომ ჩვენს მაყურებელს მინდა უსათუოდ ვაჩვენო. აი ესეც საბნისპირია, ეს ჩემი ხელით მაქვს დაშლილი, მეც მაქვს ესეთი. ნეტავ შემეძლოს იმის გადმოცემა, რა სასიამოვნოა ხელში. მე მიყვარს ზოგადად კაი ნაჭერიზე ვგიჟდები და კაი მატქსოვილზე და მაგრამ ნეტა შემეძლოს რომ გრძნობდეთ თქვენ ახლა იმას რაც ჩემს თითებს ამას ხო ძალიან დიდი მნიშვნელობა აი ეს გავშალოთ. მართალია დაზიანებულიც არის ესენი თითქმის ყველას უკვე თავისი წლები ეტყობა, მაგრამ მე მაინც არ ვაკეთებ, ესეც საბანია. ნახე რა სილამაზია. თან უთხელესია შალი 100%. მე ვტოვებ ხოლმე, არ უკეთებ რესტავრაციას. ისე ჯობია თავისი ისტორიით. ჯობია ნამდვილად. ასე რომ გამოგზაურეთ წარსულში, ხო? ცოტა მე მგონი ჩვენი მაყურებელი შევახედეთ ჩვენს კოლექციებში და ეს კაი ამბავია. აქ რეები ვაჩვენოთ კიდე. ოჰო, აქ ნახე როგორებია. კალინა კრასნაია. ჩვენი ჯანხველა. აჰა. ნახე როგორია. ეგ ძალიან იშვიათია. რაბდღვიალანა. ძალიან იშვიათი მოდელია. მაია მოძებნე შენებში რამე კარგები ვაჩვენოთ. ეხლა გაჩვენებ ბებია ჩემის დატოვებოს, აი, ეს არის ჩემი ბების. ესეც მინდა ვაჩვენო, ეს თანამედროვეა. მიცადე. მეც მაქვს ერთი შურა ბებია სლად გახუნებული. ეს არის ჩემი ბების დატოვებული თავშელი. ეს უფრო მოკრძალებული ფერებია, ნახე. ხო, მაგრამ კაია. ხო, მაგრამ სადა და ლამაზია. ესეც აჭარა. ნახე რა სილამაზია, რა ბძღია. აჭარას მართლა გამორჩეულად სხვანაირი ყვავილებია. ხო, იმიტომ რომ პირდაპირ იქიდან მოდიოდა ორიგინალები. ძალიან ლამაზია. აგერ მაქვს ერთი ცალი ახალი ვერსია. ახლა რაც გამოდის, მაია. აი ახალია ის ბოლო ვერსია, ნახეთ. ესეც. ხო, ამას ეტიკეტითაც მიხვდები. ეს უკვე ახალი. ხო, მაგრამ ამას ხელში ეტყობა. და შალიც არ არის ისეთი რაც არა, ხო და რატოა ეგ? ესეც ახალია, ნახე. ხო, აი ეს და ეს ერთი, ნახე, ამას ერთია ზუსტად. ხარისხით შეხეთ. საერთოდ ვერ შეედრება. ახლოსაც ვერ მივა იმას. ახლოსაც ვერ მივა, ხო. ესეც აქ იყოს, ერთი რაღაცა მინდა კიდე ვაჩვენო თუ მოვძებნე. აი ნახე კიდე რა არის აქა. აქ არის ერთი ნაჭერი, რომელიც დასაჭრელია. ეს არ არის შეკერილი. თლიანი ჩამოქსოვაა და მე უნდა დაჭრილიყო. უი ეს რა მაგარი რამე ქონია. შენ არ იცნობდი ამ ჩემს კოლექციას? ეს არ ვიცოდი. აჰა, ნახე. ფიქრობ ბალიშის პირები ხომ არ გავაკეთო მე. ესე უნდა დაიჭრას. ხო.
ეს დიდი გქონება გქონიათ. დიდი ქონება მქონია. ხო, ეხლა ჩვენ უყურებთ ამას ესე, თორე აი ეს ისეთი კოლექციაა. კი, აი ნახე როგორები აქ, ნახე როგორები. ესეც მინდა ვაჩვენო და ეს სირმებიანი მინდა კიდე ვაჩვენო. ამაში ახლავს ისინი მზე. ერთი სადღაც მეც მაქვს. ხოთაშორის ამაში იყო ძალიან დიდი სიმბოლიკები ძველ მოდელებში. ჯვარიც არის ხოლმე გამოსახული, აი ამ მოდელში ნახე ზურა. ჯვარი? ხო, აი, დაგვერდი ამას. ბევრ ძველ მოდელებში პატარა სიმბოლოებია ჩაყოლებული, უბრალოდ წაკითხვა უნდა ვიცოდეთ ამის. ხო და იცი რომ არასდროს არ მიიქცევია ყურადღება. ეს არ დამინახავს არასდროს როგორც ჯვარი. აი ნახეთ. ტეტა. ეს მეც წავიკითხე თორე არც მე ვიცოდი თავიდან. გამაშლევინე. აი ეს ვარდები ძალიან მაგარია იცი რა ხომ არ არის ეს ჩვენი ქართული ამბავი არ არის, არც ქართული მოგრძალებული ფერებია, არც დაჭერილი ფერებია, არც სისადავია, არც ორნამენტია, მაგრამ ჩვენ თაობას ეს ეხება, რადგანაც ჩვენ იმის ნაწილი ვართ. გინდა არ გინდოდა იმ დიდი იცი რა არის ზურა, არ იყო მარტო ერთი კულტურის კავშირი, ეს იყო 15 კულტურის კავშირი და როცა ვამბობთ ამ საბჭოთა პერიოდს, ზოგისგან გაღიზიანებაც იგრძნობა, მაგრამ ეს ხო არ იყო ერთი მხოლოდ სხვა მთელი 15 ხალხის და ერების ნაერთი იყო და ხო და იმ ნაერთში ყველას თავისი მოქონდა. ყველას თავისი წვლილი შექონდა, ასე რომ არ არის მარტო ეს ერთი ამბავი. რა უნდა ნახოს ადამიანმა ამაზე ლამაზია. იცი რა ლამაზია სუფრებად ესენი. მე ვაფალებ სუფრად. წარმომიდგენია. აი, მე მაქვს მაგისი სუფრა მაცადა ერთი წუთით. ნაცდი ხარ, აგერ ხარ. ერთი წამით. ხო, მაგრამ ამის შესადარი არც ერთი არა. ნახე ამას მოკიდე ხელ. და სისქე ნახე როგორი განსხვავებული. აი ეს არის ჩემი სუფრა. ამას ვაფალებ. რა ლამაზია. ეს არის ჩემი შემოდგომის სუფრა. კი გავს შემოდგომას. ხო, ნახე რა შეხამება. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ქართული ესთეტიკა, ჩემთან მაინც ახლოსაა, იმიტომ რომ ჩემს ბავშვობას, ჩემს ბებიებს, ჩემს დიდებს ყველას ჰქონდა წამოხურული, რა ვიცი, ითვლებოდა რომ საერთოდ ძალიან კარგი საჩუქარი იყო. ძალიან ძვირფასი საჩუქარი იყო. იმედი მაქვს, რომ თქვენ ცოტა შეგეხოთ ეს ამბავი, ბევრს გაგახსენდათ რაღაც ასიამოვნო, საინტერესოა. ჩვენ საშუალება მოგვეცა, რომ ჩვენი კოლექციები გამოგვეფურჩქნა და თქვენ თვალწინ გაგვეშალა, ეს ჩვენთვის დიდი мотиваცია და სიხარულია. მადლობას გიხდით, ხვალ შევხვდებით, ხვალ ინდური ამბების ჩვენებას, ინდურის ამბების ჩვენებას ვაპირებთ. ეხლა ჩვენ ნინოსთან გადავინაცვლებთ, იქ დიდი კუსკუსი და ქუთქუთია და ნახოთ რა ხდება სამზარეულოში. დროებით გემშვიდობებით, მაია, უღრმესი მადლობა. იმისთვის რომ შენ ასე ყოჩახად, მედგრად ხარ, ამისთვისაც დიდი მადლობა და ჩვენს გვერდით რომ ხარ, ხო ამისთვისაც დიდი მადლობა. თქვენ დიდი მადლობა ყურადღებისთვის.